მოგესალმებით ქალბატონო ნანა, მადლობა იმისთვის, რომ გადატვირთული რეჟიმის მიუხედავად დრო დამითმეთ. ვიტყვი იმასაც, რომ დღეს მე სტუმრად ვარ ფსიქოლოგ და დიდებულ ფილოსოფოს ნანა ჩაჩუასთან, რომელთანაც ვისაუბრებთ თემაზე განსხვავებულობა, ანუ რეალურად ის რაც არსებობს, ჩემგან განსხვავდება, მაგრამ მისი მიუღებლობა მაქვს. რასთან გვაქვს ქალბატონო ნანა ამ დროს საქმე, უცებ ერთი ფილოსოფოსის ფრაზაც გამახსენდა, ამ სამყაროში რაც არსებობს, აქვს არსებობის უფლება, თუმცა ადამიანთა უმეტესობა თვლის, რომ რაც მის გონებაში ვერ თავსდება, არ აქვს არსებობის უფლება. მოგესალმებით. თემა საკმაოდ რთულია. უნდა ითქვას, ეს არის რაღაც გარკვეული პოზიციაც ამავე დროს. განსხვავებულთან დამოკიდებული. განსხვავებული ნიშნავს იმას, რომ რაც მე არა ვარ, ის არის ის და შეიძლება უფრო მასშტაბურად ეთნოსურ ხასიათზე რომ ვილაპარაკოთ, რაც ჩვენ არა ვართ, ეს არის ის. და აქ საკითხი იმისა, თუ რას წარმოვადგენ მე ინდივიდის დონეზე და რას წარმოვადგენთ ჩვენ ინდივიდის დონეზე, ეს არის ის, როგორი არის ჩემი მე კონცეფცია, ანუ როგორი შეხედულება მაქვს ჩემს თავზე, როგორ ვხედავ მე ჩემ თავს და რას ვხედავ მე ჩემ თავში და რასთან ვარ იდენტიფიცირებული, ანუ რასთან ვარ გაიგივებული. ყველაფერი რაც ხდება ჩვენში ხდება, ჩვენ შინაგან სამყაროში ხდება. ვიღაცამ გამაბრაზდა და მე გავბრაზდი. იმან კი არ გამაბრაზდა. იმან რა მითხრა, ის კი არ არის პრობლემა. მე რომ ამაზე მე რეაქცია მქონდა, ისეთი რომ განვრისხდი, გავბრაზდი, აგრესია გამოვხატე, მიმართე რაღაცა ისეთი სიტყვებით აქ ვერბალურად ან არავერბალურად, აი დავარტყი მუშტი მაგითაც, ეს ჩემი პრობლემა. და აი იქ სადაც მიღწეული აქვს ადამიანს ეს თვით იდენტობა, თვით იგივებრიობა, მე ვარ მე, აი ამაში გამოიხატება, ხო? მაშინ ყველაფერი ჩემს ირგვლივ, ჩემსგან არსებული, ჩემგან განსხვავებული კი არ არის. ეს არის ჩემი სივრცის, ჩემი არეალის, ჩემი სამყაროს, აი ის შემადგენელი კომპონენტი, რომელთანაც მე სრულყოფილად ვამყარებ ურთიერთობას, რომელიც მე მეძლევა ჩემი ღირებულებებიდან. ადამიანური ყოფა რა არის? გამოხატო შენი თავი. ჩვენ გარეთ რასაც ვაკეთებთ, ეს ყველაფერი არის საკუთარ თავთან ურთიერთობა. უამრავ პრობლემას პასუხობს ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივში ჩატეხილი ხიდის ეპიზოდი. ყველა განსხვავებულში არის აგრეთვე საერთო. აი რომ ჩვენ შორის ხიდია ჩატეხილია, როცა ილია ჭავჭავაძე ლაპარაკობს და მაშინ რომ რასმის ტირიო, ახლა გლეხკაცისანა გაუტანელსო ვერავის ვერ ნახაო, თავის სწორსო მოასწროს, ორღობეში მოარჩევსო და ცუდად ახასიათებს აქ ილიას და მაშინ რა არისო, ესო გაკვირვებული ეუბნება არჩევს და აქ ესეთი დიალოგი არის, რომ შეიძლება სიზუსტით ვერ გადმოვცემ, მაგრამ არს გადმოვცემ ამისას, რომ იცით რომ მე იმას კი არ მივსტირიო, კაცო, მე ჩემ ნაწილს მივსტირიო იქო, ჩემს ნაწილსო. და თუ ერთი ნაწილი მისი იქ ნაწილი უპობას განიცდისო, ის ჩემსაც აწუხებს. როგორი განსხვავებულებიც არ უნდა ვიყო, ჩვენ საერთო გვაქვს. ალუდაში, ასე ვთქვათ, მუცალმა თავისი თავი იცნო და ალუდამ მუცალში თავისი თავი იცნო, თავისი თავი ამოიცნო და ეს ზეიმია. და ეს უკვე იმ განსხვავებულობის არსებობის შინაგანი ზეიმია და აი ეს არის იმ მრავალფეროვანი სამყაროს, მრავალფეროვნობის უდიდესი სიბრძნე, თვითონ ბუნებისაგან არსებული სიბრძნე, რომელიც სამყაროს გააჩნია. ერთ ადამიანს მეორე ახიზიანებს რაღაცა თვისების გამო. ძალიან ხშირად არის, რომ ეს გაღიზიანება მომდინარეობს იქედან, რომ მას ახასიათებს თვითონ ის თვისება. და აი ის უკვე გარეთ
დანახული თავისი ეს თვისება მაშინ გახიზიანებას იწვევს. იმიტომ რომ ასეთია ჩემი გარემო, იმიტომ რომ ასეთი მთავრობა, იმიტომ რომ ასეთი სიტუაცია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? ეს არის ფსიქოლოგიაში დაცვის მექანიზმები და ახლა დაცვის მექანიზმი რა არის? როდესაც ჩემი ნების ძალა, ჩემი, ხო? აი ვერ ახერხებს რეალობასთან ისეთ დამოკიდებულებას, რომელიც რეალობის პრინციპზე იქნება აგებული. რეალობის პრინციპით ვერ ახერხებს ურთიერთობას და მაშინ ის ატყუებს თავის თავს. და თავის მოტყუება, ანუ ეგო, ანუ იგივე მე, რომელიც თავის თავს ატყუებს, ამას უწოდებენ ფსიქოლოგიაში დაცვის მექანიზმებს. და დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი არის აი ასეთი. კაცი ცხენს ვერ შეძლო და უნაგის დაუწყო ტყვევაო. რაღაცაზე რომ გადაიტანს სიბრაზეს და სხვა რამეზე. დაკრავს ხეს, არ მინდა ეს და რაღაცას. სხვა რაღაცაზე გადაიტან. და მეორე. ეს არის ის, როდესაც ადამიანი ახდენს რაციონალიზაციას. რაციონალიზაციას, ანუ რაღაცა რომ ახსნას, ყვახე იყო ის ყურძენი და მომკვეთდა კბილებსაო. და მაშინ რეალობის პრინციპი ვერ მოქმედებს შენ. და მოქმედება ან მორალის პრინციპით, რომ არა ასე კი რა, ასე უნდა გავაკეთო. და ან სიამოვნების პრინციპი და როცა მორალი გაწუხებს და ასე კი რა, ასე უნდა გაგიკეთებია და აქ გამკლავების უნარი არ აღმოგაჩნდება და ამას თავისი მექანიზმები აქვს კიდე რატო არ აღმოგაჩნდება, მაშინ უკვე ატყუებ შენ თავს. მაგრამ ნუ შევშინდებით, რადგან ჩვენი ფსიქიკა რამდენადაც ჩვენ შეიძლება შეგვაშინოს, ყოველთვის ჩვენ მხარესაა, ჩვენ გვიცავს. და იქ არის ეს მექანიზმი რეალობასთან მისვლის უზარმაზარი რესურსი გააჩნია ფსიქიკას და ადამიანი რომელიც იცნობს ფსიქოლოგიას, იცნობს ფსიქიკის თავისებურებებს, მას საერთოდ შიში არ აქვს, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქიკა, ჩვენი ყველაზე, ასე ვთქვათ, კეთილმოსურნე რამ არის ჩვენთვის. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო ნანა, ასეთი საინტერესო საუბრისთვის. შეგახსენებთ, სტუმრად ვიყავი ფსიქოლოგ ნანა ჩაჩუასთან და გამიხარდება ძალიან თუ გამოვიყენებთ მის რჩევებს.